მოდი ანა ჩვენთან ანა ყიფიანი უნიჭიერესი პიანისტი რომელსაც თუ არ იცნობთ უნდა იცნობდე და ჩვენ თავზე ავიღეთ ეს მისია ჩვენმა გადაცემამ იმიტომ რომ ეს არის ადამიანი რომელიც არის მხოლოდ 20 წლის არ დაგავიწყდეთ და უკვე ძალიან ბევრ წარმატებას მიაღწია როგორც რეკლამამდე ავიღეთ როგორც საქართველოში ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთ. ანა არის ჩაიკოვსკის კონსერვატორიის მეოთხე კურსის სტუდენტი და ცხოვრობს მოსკოვში, სწავლობს იქ, თუმცა პარალელურად აქვს ძალიან ბევრი გასტროლი, ძალიან ბევრს მოგზაურობს და ახლა არის ცოტა ხნით ჩამოსული საქართველოში ყველაზე კარგი პერიოდია. მხოლოდ იწყება, რაც თავარია, იმიტომ რომ 20 წლის არის როგორც აღნიშნე. და ალბათ მოხიბლა ჩვენი მაყურებლები, სანამ ინსტრუმენტს მიუჯდება, მანამდეც არ უჭირს ეს ყველაფერი კი, იმიტომ რომ გარეგნულად არაჩვეულებრივი გოგოა და მით უმეტეს როცა ინსტრუმენტთან ჯდება და მოსმენას იწყებს საერთოდ. მოდი დავიწყოთ იმ ბოლო წარმატებით, რომელსაც ანა მიაღწია ბოლო წლის განმავლობაში და ძალიან ნაყოფიერი წელი იყო, ხომ? რამდენიმე კონკურსში გაიმარჯვა, გაქვს მიწვევები, მოდი თავად მოგვიყევი რომ ჩვენ რაიმე არ შეგვეშალოს. პირველი ყოვლისა მინდა მადლობა გადაგიხადოთ მოწვევებისთვის და რაც შეეხება წლევანდელ წელს ძალიან დატვირთული მქონდა იქიდან გამომდინარე რომ გავხდი 3 ძალიან პრესტიჟული კონკურსის გამარჯვებული და ამ კონკურსებიდან მე უკვე შემდგომ მივიღე მოწვევები, მქონდა გასტროლები მექსიკაში, ამერიკაში, ახლა ერთ კვირაში მივფრინავ ესპანეთში და სექტემბრიდან უკვე მაქვს გაწერილი ფაქტურად ყოველი თვე, იმიტომ იგეგმება კონცერტები ლონდონში, ამსტერდამში, ამერიკაშიც, გერმანიაშიც და ავიცი მოლოდიში ვარ, სოფლიოს გარშემო ესე გამოდის. გამოვიდა რომ გამოვიყენეთ იდეალურად ჩვენი ყოფნის პერიოდი. თუმცა ერთ-ერთი ინტერვიუ წავიკითხე და ანა საუბრობს რომ ყველაზე მეტად ის პერიოდი უყვარს, როდესაც საქართველოში ჩამოდის და იმასაც ამბობს რომ თვითმფრინავში, როდესაც ვწდები და რაიმე კონკურსზე მივდივარ ან რაიმე კონცერტზე სხვა ქვეყანაში, სულ ფიქრობ რომ ნეტა საქართველოში მივდიოდა. ნოსტალგია ბუნებრივი არის და ყველაზე კარგი პერიოდი. საქართველო მე ძალიან მიყვარს, რა თქმა უნდა, თბილისი ძალიან მიყვარს და იმის მიუხედავად რომ ახლა განათლება ვიღებ მოსკოვში და საზღვარგარეთ ძალიან ხშირად მიწევს ყოფნა, ჩემი აი გულის სული ყველაფერი თბილისშია და ნამდვილად და ყოველთვის როცა მეკითხებიან, აი რა შეგრძნება გაქვს უცხოეთში ყოფნისას, ყოველთვის ვამბობ აი თვითმფრინავში ყოველი ჩაჯდომისას აი სრული მაქვს რომ აი თბილისში დაждდეს თვითმფრინავი და რა თქმა უნდა თბილისში წამოხვიდეთ. 3 კონცერტი აღნიშნეთ, რომელიც წელს გაიმართა და ძალიან დიდი წარმატებით დასრულდა შენთვის. ანა, მე სულ მაინტერესებს, მე ვფიქრობ, რომ თანამედროვეობაში მხოლოდ კარგი შესრულება არ არის საკმარისი იმისთვის, რომ მოხიბლო იგივე ჟიურის წევრები, მსმენელი, იმიტომ რომ ტექნიკურად შეიძლება აღმოჩნდეს, რომ არსებობს კიდევ რამდენიმე ადამიანი, ვინც ამ კონკურსში იღებს მონაწილეობას, მაგრამ რატომღაც შენი შესრულება უფრო ახლოს მიდის სხვების გულამდე. ხო, ეს ძალიან ობიექტური იცით რატომ დაკვრაში ყველაფერი უნდა იყოს ჰარმონიულად ერთმანეთში შერწყმული. ეს არის რა თქმა უნდა ნამუშევარი, აი ეს მთელი შენი ძალისხმევა რაც გაქვს ჩადებული იმ პერიოდის განმავლობაში, როდესაც ემზადები გამოსვლისთვის. ნიჭიერება, ანუ ნიჭიერებაში გულისხმობ, ანუ ხედვა, შენ როგორი გემოვნება გაქვს, როგორ აღიქვამ ამ ნაწარმოებს და რაც მთავარი არის, მე ვფიქრობ, რომ ყველაზე მთავარი დაკვრის არის, უნდა იყოს ძალიან მართალი პუბლიკის მიმართ. და ეს აბსოლუტურად ეს დაკვრის დროს იგრძნობა, როდესაც შენ გულღია ხარ, ასე თქვა, დაკვრის დროს და ეს შენ გულწრფელი ხარ და ეს ემოციები არ გენანება და ბოლომდე აი ხარჯა, იმიტომ როდესაც როგორ არის იცით ცოტა შებუჭილად, ნუ აი ისე უკრავ რა, რომ აი ბოლომდე არ იხარჯები და რაღაც ჩარჩოებში ხარ, გძნობს პუბლიკა, ნუ რა თქმა უნდა შეიძლება იქ აღფრთოვანება იყოს, მაგრამ უკვე ისეთი პერიოდი წამონდა, რომ არავის არ უკვირს შენი არც სწრაფი დაკვრა, არც ტექნიკური მონაცემები არავის, ყველას ახლა უკვირს. შენი აი ეს გულწრფელობა, შენი დამოკიდებულება დაკვრის მიმართ და რა გინდა რომ გადმოსე შენი დაკვრა. და საბოლოო შენი ვერსია გამოდის. ხო, და კლასიკურ მუსიკაში ეს უფრო რთულია, ვიდრე ძალიან რთული, იცით რატო სხვა მიმართულებაში მაინც იმპროვიზაცია, თავისუფლება გაქვს და კლასიკა არის რაც დაიწერა, ფაქტურად ყველაფერი ნოტებში არის ასახული კომპოზიტორს რა უნდა და როგორ უნდა და მაინც შენი დაკვრა სხვისას არ უნდა მაინც უნდა გააკეთო ისეთი რომ არ გავდეს, თან უნდა დაიცვა ის წესები რაც იყო იმ ეპოქაში, როდესაც ეს ნაწარმოები დაიწერა, მაგრამ შენი აი ეს სიახლე მაინც უნდა გქონდეს და ძალიან რთულია ამის ყველაფრის სინთეზი, მაგრამ იცი რა მაინტერესებს, როგორ იწყება ახალ ნაწარმოებზე მუშაობა? უპირველეს ყოვლისა ანუ გავთ ნოტებს და ვცდილობთ რომ აი თავიდან ბოლომდე უკვე თითქმის აი როგორც წარმოგიდგენია საბოლოოდ როგორც უნდა ჟღერდეს ისე რომ დაუკრა მაგრამ მაგის მერე იწყება რა თვეები მუშაობა ყოველი გვერდი ყოველი ფრაზა ყოველი ნოტა ძალიან სკრუპულოზური მუშაობა თავად ნაწარმოების ავტორის ბიოგრაფიას თუ გადახედავ ხოლმე იმიტომ რომ შენ თუ აღნიშნე რომ უნდა იცოდეს ინფორმაცია რა ეპოქაში შეიქმნა როგორ და ასე კი ბატონო იმიტომ რომ როდესაც კომპოზიტორი ამა თუ იმ ნაწარმოებს წერს ყოველთვის არის რაღაც ხოვრებისეული ისეთი მომენტი, რომელმაც უბიც გამაც, რომ
ეს ნაწარმოები დაეწერა, რომ აუცილებელია მის შინაგან სამყაროში. რო ის ხასიათი მიაწოდო ზუსტად. აბსოლუტურად გეთანხმები და უნდა შეხვიდე მის ცხოვრებაში და არის ხანდახან ამბობენ, რომ აი ეს ნაწარმოები ძალიან რთულია, დასაკრავა და რატომ? იმიტომ რომ უნდა გაიარო კომპოზიტორის ის ცხოვრება და ის პერიოდი, რომ შეიგრძნო მას რისი თქმა უნდა და ამ თვალსაზრისით ყველაზე რთული საინტერესოა პირადად შენთვის რომელი იყო? თუ შეგიძლია რა თქმა უნდა რომ ესე კომპოზიტორები და მინდა ვთქვა რომ ჩემი უსაყვარლესი კომპოზიტორი არის შუმანი და ბრამსი და ზუსტად იმის მიუხედავად რომ ძალიან მიყვარს მაგათი ცხოვრება იყო ძალიან რთული და ძალიან მტკივნეული და ძალიან დიდი პრობლემებით ახსავსე და რა თქმა უნდა მათ ნაწარმოებში იგრძნობა ეს ყველაფერი და მე ვცდილობ რამდენად გამომდის არ ვიცი მაგრამ მე ვცდილობ რომ ეს მათი ტკივილი მაქსიმალურად დავსახო და ვაჩვენო ხალხს ის რომ მე ვგრძნობ და ეს არ არის ჩემთვის როგორ რაღაც განზოგადოებულა და მესამე პირში ვცდილობ რომ არ დავუკრა. ანა იცი რა მაინტერესებს შენი პირველი შეხება მუსიკასთან ეს ვიცი რომ იყო ბავშვობაში სულ პატარა იყავი მაგრამ როდის მიხვდნენ შენი ოჯახის წევრები რომ ეს არ არის უბრალოდ ადამიანი რომელსაც უყვარს მუსიკა ეს არის ნიჭიერი რომელსაც წინ აქვს ძალიან დიდი პერსპექტივა. ჩემთან ოჯახში პროფესიონალი მუსიკოსი არავინ არ ამიტომ ექიმების ოჯახია და ნუ არ იყო ეს რომ აუცილებლად მე უნდა პიანისტი გამختارიყავი, ძალიან სპონტანურად მოხდა ჩემ დაახლოებით 4 წლის 3 წლინახევრის 4 წლის ვიყავი კერძო მუსიკალურ გაკვეთილზე მიყვანა და რაღაც პერიოდის მერე, მაშინ ჩემი პირველი პედაგოგი იყო ეს ლიელა შელეგია, მან დაურეკა დედაჩემს და უთხრა რომ უნდა მოვასმეინოთ პროფესიონალებსო და ნიჭიერთ აწყვედიდანო მადლობა მას პირველ რიგში რომ შეეშინია ყველაფერი. დიახ და ჩემი პირველი შეხება უკვე სერიოზული იყო ბატონ ზაზა აზმაიფარაშვილთან ერთად, მან დირიჟორას ბერკოვიჩის კონცერტს და უკვე ორკესტრთან ერთად პირველ არხზე მოხდა 5 წლის ვიყავი ეს ჩაწერა და ორკესტრთან ერთად დაუკარი ეგრევე შემიყვანეს აწლეთში, აწლეთი დავამთავრე პროფესორ ნუცა ჭირაქაძესთან და ამჟამად უკვე მეოთხე კურსზე გადავედი მოსკოვში. შენი პედაგოგი ვინ არის? პირველი პედაგოგი ვახსენეთ და ქალბატონი ელისო იყო მთავარი მიზეზი იმის რომ როცა არჩევანი დადგა სად უნდა გაგეგრძელებინა სწავლა გადაწყვიტა რომ მოსკოვში და არა ვთქვათ ამერიკაში. და როდესაც ვაბარებდი ის 4 წლის წინ მე მქონდა ძალიან დიდი არჩევანი, იმიტომ რომ ვარ ძალიან ესეთი ცნობილი და პრესტიჟული ფესტივალის გამარჯვებული ვერბიეს აკადემია ასე ქვია რომელიც შვეიცარიაში ჩატარდა რომლის სპონსორი არის როლექსი და ამ ფესტივალზე მომიწია ძალიან ცნობილ მუსიკოსებთან ურთიერთობა და მქონდა შემოთავაზება სხვადასხვა ქვეყანაში მაგრამ აი ჩემმა გულმა და ჩემმა არ ვიცი რაღაცა მიბიძგა ინტუიციამ რომ მე ვთვლი რომ აი ეს ბაზისი და კლასიკურ მუსიკას რაც შეეხება რუსეთის სკოლა ეს არის მთავარი და ეს არის წამყვანი. აქედან რაც უნდა გაიარო, იმიტომ ცოტა სხვა განხრით რო ვიყო და სხვა სფეროთი შეიძლება სხვა ამერჩი ასე ვთქვათ ქვეყანა, მაგრამ ის ფუნდამენტალური განათლება რაც მინდოდა მე მიმეღო რომ ჩემ თავში ყოფილიყავი დარწმუნებული რომ მე ის განათლება მაქვს რომელიც მე მინდოდა რომ მიმეღო ეს იყო რა თქმა უნდა მოსკოვის კონსერვატორია და ვინ მიბიძგა მოსკოვის კონსერვატორიისთვის ეს არის ქალბატონი ელისა ურისალაძე მე მომიწია მის მასტერკლასში მიმეღო მონაწილეობა თელავის ფესტივალზე ეს 4 წლის წინ იყო და ძალიან სპონტანურად მოხდა იმიტომ რომ მაშინ არც ვიცოდი სად ვაბარებდი ანუ მე 12 კლასში ვიყავი და რო დაიწყო საუბარი რომ ანა სადაპირებ წასვლას და მიმართულებაზე ჩამოყალიბებული იყავი უკვე რომ კლასიკური მიმართულება რა თქმა უნდა ნუ ახლა 4 წლიდან უკვე ამ საქმეში ვარ აქედან გამომდინარე დიდი არჩევანი ახლა ეს გადაწყვეტილი ეს გადაწყვეტილია ბავშვობიდან გადაწყვეტილი იყო არის და ქალბატონმა ელისომ თავად შემოგთავაზა. ქალბატონმა ელისომ აი როგორ არის იცით მასთან ეწერებიან ასე ვთქვათ რიგში წლებით და ამბობენ რომ ქართველ სტუდენტებს მაინც და მაინც არ წყალობს იმიტომ რომ ცოტა ზარმაცები არიანო მაგრამ შენ გამონაკლისი აღმოჩნდა წლებია მასთან ქართველი სტუდენტი არ ყოფილა არავინ და ზოგადად თვითონ ქალბატონ ელისო ძალიან დატვირთული გრაფიკი აქვს თვითონ ძალიან ბევრი კონცერტი აქვს ძალიან ცნობილ კონკურსებზე არის ჟიურის წევრი და მაინც როგორ იყო იცით გერმანიაშიც მიუნხენის სკოლაში მუშაობდა მოსკოვის კონსერვატორიაშიც და მასთან რო ეწერებიან ანუ წლებით არის ეს მოლაპარაკება რომ როდესაც გაუმთავისუფლდება რომელიმე კურსი რომ მასთან ვინმე მოხვდეს მაგრამ აი დაუკარი ფესტივალზე ზუსტად 2 კვირაში გადაწყდა ეს ყველაფერი რომ უპრობლემოდო აბსოლუტურად მიგიღებო მთავარია ჩამოდიო ჩააბარემ იმიტომ მოსკოვში არის ძალიან რთული მისაღები გამოცდები და ანუ პირველი ეტაპი რაც ეს უნდა გადამელახა იყო ეს გამოცდები. შენ რაღაცა ორმაგის რთული გქონდა, იმიტომ რომ მოსკოვში ჩასვლა არ არის ქართული სტუდენტისთვის მარტივი, ხო?
რაღაც მხრივ, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ ძალიან კარგად მიმიღეს. ერთადერთი თავიდან პირველ დღეს რომ ვაბარებდი, ძალიან გაოცებულები იყვნენ, იმიტომ რომ ქალბატონ ელისოსთან დიდი ხანია არავის არ ჩაუბარებია ქართველებიდან და საერთოდ ან ქართველები ახლა მოსკოვში, კონსერვატორიაში არ არიან იმდენად და ძალიან გაუკვირდათ, მაგრამ ეს მე ძალიან მიზანმიმართულად გადავდგე ეს ნაბიჯი, მე ვიყავი ჩემს თავში დარწმუნებული და ახლა რომ მეკითხებიან რომ არ ნანობა რამე სხვას ეზამდი, არავითარ შემთხვევაში ახლა გვითხარი როგორია მუშაობის პროცესი, როდესაც შენ და ქალბატონ ელისო ერთად მუშაობთ, იმიტომ რომ იმასაც ამბობენ რომ ძალიან მკაცრია და ძალიან მომთხოვნე, თუმცა ალბათ ასეც უნდა იყოს. არა, ასეც უნდა იყოს, მაგრამ მე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ყოველი გაკვეთილი არის, აი, როგორც სასცენო ღია გაკვეთილი, იმიტომ რომ აბსოლუტურად ემოციურად ვიხარჯებით ბოლომდე, ისეთი დაღლილები ვართ ეს ყოველი გაკვეთილის მერე, რომ აი სიტყვები არ ყოფნის, მაგრამ ეს იმ დღეს ხო არის, აი რაღაც ისეთი გაკვეთილები, აი პედაგოგები რო საათს უყურებენ, აი 40 გავიდა და მორჩა. მოსწავლეების და სტუდენტების. აბსოლუტურად, მასთან ჯერ ერთი ხო დრო არ იგზნობა და მეორე რომ თავდება გაკვეთილი, სულ იმის შეგრძნება მაქვს და მოთხოვნილება რომ კიდე გაგრძელდეს და კიდე. როგორია შენი გრაფიკი? რა სიხშირით მეცადინეობ და თქვა დღის განმავლობაში რამდენ საათს უკრავ? დრო საერთოდ გრჩება თუ არა? საერთოდ მოსკოვის კონსერვატორიაში ძალიან დატვირთული გრაფიკი გვაქვს, იმიტომ რომ იქ აი ეს კიდე ერთხელ უნდა აღვნიშნო ეს ბაზა და ეს ფუნდამენტი, რომელიც ფუნდამენტალური განათლება რაც აქვს მოსკოვის კონსერვატორიის, ძალიან დიდი არის და ჩვენ გვაქვს დაახლოებით დღეში 4-5 ლექცია მაინც და ეს არ არის მხოლოდ ანუ სოლფეჯიო, ჰარმონია და ისეთი რაც მუსიკას ეხება, ყველანაირი სამართალს სწავლობთ, ფილოსოფიას, არის ისეთი საგნები, რომელიც საერთოდ არ ეხება, ანუ რამე ახალი აღმოჩენა მიმართულებით ეცხო კომპიუტერულ პროგრამებს აწვავდა, ისეთი ის არის, რომელიც პირდაპირ შეხებაში არ არის, მაგრამ თვლიან, რომ ზოგადი განათლება უნდა იყოს ძალიან მაღალ დონეზე და ანუ მარტო რაღაც ეს მუსიკალურის არ უნდა შემოიფარგლებოდეს. ანა, მეოთხე კურსის სტუდენტი ხარ, დაასრულებ და შემდეგ რა იქნება? ბაკალავრიატი მოსკოვში აი ესეც რაც განსხვავებული არის 5 წლიანი. ყველგან არის 4 წლიანი, აქ არის 5 წლიანი. ანუ ეს ბოლომდე ესე უნდა მიიყვანონ და ძალიან რთულად ხდება ეს ყველაფერი, იმიტომ რომ დიპლომის აღებაც მარტო ნიშნებით არ ხდება, ის უნდა იყოს რაღაც დაჯამებული, ბოლო გამოსვლა უნდა ქონდეს და გამოცდებით ჩაბარებული ძალიან მაღალ დონეზე, რომ მოგცენ იმის უფლება რომ გეწოდეს რომ შენ დაასრულე მოსკოვის კონსერვატორია და მომავალში არ ვიცი, ჯერ არა მაქვს გადაწყვეტილი რომ არ მოგატყუოთ. რა უცნაურია რა და მგონია იმდენად გაწერილი გაქვთ თქვა შემდეგი წელი მგონია რომ სამომავლო გეგმებით ისეთი ფურცელზე უნდა კონდეს ჩამოწერილი ან პროგრამა მაქსიმუმი რომლისკენაც მიდიხარ ისე. პროგრამა მაქსიმუმი ერთადერთი ნუ მარტო შემიძლია ვთქვა რომ მაქვს ეს კონცერტები და კონკურსები დაგეგმილი, თორე ეს სწავლასთან დაკავშირებით აი ქალბატონ ელისოსთან შეთანხმებით როგორც მირჩევს და როგორც მოვლაპარაკებთ მის მიხედვით. საქართველოში კონცერტის გამართვაზე არ ფიქრობ? ვაპირებ და ფიქრობ, რომ უახლოეს მომავალში იქნება. ცოტა რთულია ალბათ გრაფიკში ამ ყველაფრის გათვალისწინებით. იქ იმდენად დაკავებული ვარ და მე ეს ყველაფერი გაწერილი რომ აქვს, ყოველთვის ემთხოვა მე ან გამოცდას, ან რაღაცა და ძალიან მიჭირს, მაგრამ რა თქმა უნდა, მაგრამ უკვე დროა. სანამ ჩვენ მაყურებელს ექნება შესაძლებლობა, რომ კონცერტზე მოვიდეს და მოგისმინოს უფრო დიდი პროგრამით და იმედი მაქვს, რომ უახლოეს მომავალში გვექნება ამის შესაძლებლობა, მანამდე ჩვენი ეთერის საშუალებით კიდევ ერთხელ უნდა გთხოვოთ, რომ გადაინაცვლო ინსტრუმენტთან. ძალიან მიხარია, რომ გაგიცანით და ჩვენი მაყურებლის დიდმა ნაწილმაც ალბათ დღეს გაიგო შენ შესახებ, ნაწილი გიცნობ და დარწმუნებული ვარ ამაში და გთხოვთ, რომ კიდევ ერთხელ შეგვისრულო და რა შეგვისრულებ გვითხარი აუცილებლად. შევასრულებ გრანადოსის ელ პელელე. კი ბატონო, დიდი სიამოვნებით. სახელწოდებაც ესპანური ფოლკლორია და ძალიან საინტერესო ნაწარმოებია. სხვადასხვა ერთი საინტერესო დეტალი სანამ ანა მოემზადება, მიუზიკლები ძალიან უყვარს. და ამბობს რომ თუ პიანისტი არ იქნებოდი გახდებოდი მსახიობი, ხო? დიახ, იმიტომ თეატრი მიყვარს ძალიან, ანუ კინოში ამდენად წავედოდი, არ ვიცი ეს სფერო არ ამერჩია, მაგრამ თეატრი მიყვარს, ის რატო ძალიან მომწონს აი ეს უშუალობა და აი მომენტში რასაც აკეთებ. და ალბათ ცოცხალი კონტაქტი მაყურებელთან. ცოცხალი კონტაქტი, იმიტომაც არის აი ეს კონცერტზე რო უკრავ, იმიტომ ჩანაწერს ახლა პიანისტის ჩანაწერს რომ მოისმენთ, იმის თანაშთაბეჭდილებას ვერ დატოვებს, როგორც დატოვებს იმ მომენტში, როცა ცოცხლად. მოდი დაგვიტოვე ახლა ესეთი შთაბეჭდილება, რომ გაგყვეს შემდეგ ეს კარგი განწყობა მთელი 2 დღის განმავლობაში.
ანა ყიფიანი იყო ჩვენი სტუდიის სტუმარი. დიდი მადლობა. კიდევ ერთხელ წარმატებებს გისურვებთ რეკლამის დროა და რეკლამის შემდეგ უკვე ვისაუბრებთ ჯიფონის კინოფესტივალზე, რომელშიც საქართველოს იღებს მონაწილეობას, ასე რომ დაგველოდეთ არ გადართ.